არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწავლობენ, არიან სპეციალისტები აღმოსავლური ქრისტიანობის, ესე უწოდებენ, ანუ მართლმადიდებლობის დასავლეთში. და არსებობენ ხარისხებს იცავენ პროფესორები არიან, ლექციებს კითხულობენ, ძალიან კარგად იციან პატრისტიკა, აღმოსავლური. ასე რომ ეხლა ჩვენი ალბათ სასულიერო პირები, მე ყოველ შემთხვევაში მათ ვერ შევედრები, ისეთი განათლებაა. მაგრამ ამის ფონზე ისინი სულაც არ არიან მართლმადიდებლები. ისე როგორც შეიძლება ვთქვათ, ადამიანი აქ საქართველოში სპეციალისტი ისლამს ასწავლიდეს, მაგრამ ხომ არ არის აუცილებელი მუსულმანი იყოს, ხო სწორი? დაახლოებით ამგვარი რაღაც. ანუ თეორიულად ყველაფრის გადამოცემა არის შესაძლებელი. ეხლა როგორი ხარისხით, როგორი გულით გადასცემს ადამიანს კიდე სხვა თემაა, მაგრამ ანუ ლექციის სახით ყველაფრის აკითხვა შეიძლება. ну, ეხლა ერთი მეორე აქ წეღარას ვახსენე, თუ ამასო და გული არ ახლავს და თუ ის თეორიული მსჯელობა დარჩა. აი მაგალითად დაახლოებით მსგავსი რამ შეინიშნებოდა მე-19 და მე-18 საუკუნის დღეს მე ფართოდ ვრცელდება ხოლმე სახელმძღვანელოებში. საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოებში. დოგმატურ ღვთისმეტყველებაში, ძირითად ღვთისმეტყველებაში. ძალიან მშრალია და ესე უინტერესოდ იკითხება. რომ აი რაღაც არ აქვს სურვილი, რომ რაღაც აი თავს უნდა აიძულებდე, რომ ის აიკითხო. რაღაცა ის სული არ მობერავს იქიდან, რაც საჭიროა, იმიტომ რომ სქოლასტურად, ანუ დასავლურ სტილშია გაკეთებული, როგორც სასკოლო დისციპლინა. შეიძლება დოგმატური ღვთისმეტყველება იყოს სასკოლო დისციპლინა. არ შეიძლება ეს, მაგრამ ესეთის ტიპის სასწავლებლები დაინერგა მაშინ აქ და დღესაც ესე გრძელდება. ამას ვერ გავობივართ, ეხლა როგორ უნდა გავეცეთ ამას არ ვიცი. თორე ისე წესით ქრისტიანული ღვთისმეტყველება ისწავლებოდა მონასტრებში. ანუ ცხოვრების წესი იყო შესაბამისი და იმ ცხოვრების წესში ისწავლებოდა. მაგრამ რაც შეეხება ლოცვასთან დაკავშირებით, თეორიულად აქაც შეიძლება ბევრი რამის თქმა და ესეც ვაპირებ ეხლა მე პრინციპში, მაგრამ რთული იმიტომ არის, რომ ლოცვა არის პრაქტიკა ქრისტიანობის. ის რასაც შენ კითხულობ იქ, ამას შენ ლოცვაში ამხოცი. შესეთი ლოცვა თავისი საღვთისმეტყველო ტექსტებით ღვთისმეტყველებას მოიცავს. და მოიცავს არა იმიტომ, რომ უბრალოდ ჩვენ რო ვიცით ხოლმე ვარაკრაკებთ და კითხულობთ, არამედ უნდა ხდებოდეს მისი არა უბრალოდ გააზრება, არამედ მისი შემეცნება და მისი ცხოვრება. იმიტომ არის ეს საღვთისმეტყველო ტექსტები ამგვარად შექმნილი და არასხვანაირი. ანუ ლოცვა ეს არის პრაქტიკული ქრისტიანობა, რომელიც ადამიანს ხდის ქრისტიანს. თუ ადამიანი არ ლოცულობს, ის ქრისტიანი არ არის. აქედან გამომდინარე ვასწავლეთ, თუ ადამიანი ცუდად ლოცულობს, ის ცუდი ქრისტიანი. ანუ რა ხარისხითაც ლოცულობ, იმ ხარისხის ქრისტიანი. ჩვენ დღეს ესე ვართ, მოვდივართ ეკლესიაში, რატომ მოვდივართ? უკეთეს შემთხვევაში. რაღაცნაირად ღვთის ძიების სურვილი გვაქვს, ოღონდ რატომ ეს პასაკითხია გარკვეული მიზეზების გამო. ზანახშირად ეს მიზეზი არის განსაცდელი და ასე შემდეგ, ამფრინავი პრობლემები, ავადმყოფობები და ოულობთ ჩვენს ადგილს მართლმადიდებელ ეკლესიაში და გვეუბნებიან, რომ იმისათვის, რომ ეკლესიის ნაწილი იყო ცოცხალი, ორგანული, უნდა ილოცვასა და ეს ლოცვები დილას-აღამოს ლოცვები. სახარება უნდა იკითხო. აი მეც ესე ვეუბნები ხოლმე. დილას-აღამოს ლოცვები, სახარება უნდა იკითხო, წირობს აუცილებლად უნდა დაესწრო. და აი ესე ნელ-ნელა ისე მევა ესე სამრევლო ცხოვრების ფერხულში შეიძლება ასე ითქვას. ეს არის და ეს. ფსალმუნები. მერე გადის დრო, წლები გადის და ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს ერთხელაც, რომ თუ ადამიანი დაყურებულია საკუთარ თავზე და ისე თუ ლოცვებს უგმარდება უნდა დაყურებული იყოს საკუთარ თავზე, რომ რაღაც ისე ვერ არის. რა კითხულობს მერე? მერე რა რო კითხულობს იმ ლოცვებს. რაღაც განსაკუთრებული მის თავზე, მის სულში არ ხდება.
და თუ კარგად შაუკვირდება და თან თუ შემთხვევაც ხელს მისცემს, აღმოაჩენს, რომ რაც იყო, აღარ ვასახელებ რა იყო, ისევ ის დარჩა. რატომ საიდან ხდება ამას? რაღაც ექსტრემალური რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდა და აბობოქრდა მაშინ ის ძველი, რომელიც აქამდე დამწყდეული ყავდა, რომ ჯინივით გამოვარდება და შეიძლება ლოცვის დროს დაემართოს ეს და ის ლოცვის წიგნი დაახიოს ბავშვ თავზე. რომელმაც ოთახში რაღაც ისე დრო შევიდა, როცა არ უნდა შესულიყო და ამის უფლება არ. ანუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ აი ეს კითხვა, რასაც ლოცვა, რასაც ჩვენ ლოცვას უწოდებთ, სულაც არ ყოფილა ლოცვა, იმიტომ რომ ლოცვას სხვა რაღაცა არის. ერთ რამეს კი ვამჩნევთ ხოლმე, ვამჩნევთ, რომ ლოცვა არის ძნელი, რთული. ეს კითხვაც უნდა დავუსვათ, კაცო, დილას საღამოს ლოცვები 15-20 წუთი გრძელდება, სხვა რამეს თუ არ დავამატებ. რა პრობლემა გახდა, რომ უკვე 7.5 წელიწადი ეკლესიურად ცხოვრობდა, ვერა და ვერ მოვაწესრიგე. ხო ხდება ხოლმე ეს? კი. აი 7.5 წელიწად წარმოვიდგენი რა. ვერ მოვაწესრიგე, რომ ესე იგი ეს კონდეს აი მონასტერში როა, ხო ტიპიკური რა კაცად როგორ არის? რუსები რო იტყვიან adzvanga dazvanga. ზარი ირეკება, მიდის, გება ის სრული ტიპიკონი იკითხება ლოცვები, ეს თავის დისციპლინასაც იმუშავებს, ცდილობს გული აყოლოს, ასევე საღამოს, ასევე შუადღისას ღამისთებები. აი ესეთი რითმი უნდა კონდეს. და დილა საღამოს, იმიტომ რომ მეტნაკლებად იშვიათი გამონაკლისის გარდა, დილა საღამოს ყველანი სახლში ვართ, ყოველ ძილისაგან აღდგომით ძილად გისვით. ვერ წესრიგდება ეს. ახლა ვლაპარაკობ სალმონებზე, რომელზეც იონე ოქროპირი ტყუილად ხომ არ იტყოდა, რომ ჯობია მზე არ ამოვიდოსო, ვიდრე ეს არ წავიკითხოთ, ხო? აღარ ვლაპარაკობ სახარების კითხვაზე, აღარ ვლაპარაკობ დაუჯდომლებზე, აღარ ვლაპარაკობ საგალობლებზე. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძნელი. უნდა დავსვათ კითხვა, რატო? ესე იგი, ეს რომ უბრალოდ რაღაცა ესე ტექსტი იყო, ზოგი იტყვის მომბეზდა. წყლის ხმა ხო არ ამბეზდება? არა. სუნთქვა არა. საჭმელი არ. დღეს უკვე ზოგს შვილი ბეზდება, მაგრამ ძირითადად მაინც ჯერ კიდევ შენარჩუნებელი გვაქვს შვილები არ უბეზდება. ანუ ის რა ძვირფასი არ უბეზდება და რას ნიშნავს ლოცვა მომბეზდა? უკვე ვიცი რა წერია. არ ვიცი. და მე ამის მაგალითი ადრეს მithქვათ თქვენთვის დაისვა გვერდზე ადამიანს, რომელიც 7.5 წელი ცხოვრობს ქრისტიანულად. ეს ცუდა ჰუმორში ძალიან დაუმძიმდეთ. დაისვა გვერდზე და არ იცის რა წერია შიგნით. რას ითხოვს ღმერთისაგან? მე შევონები ხოლმე ახალმოსულს, აი, სანამ დადგები ლოცვაზე, εσύ დაჯექი, გადაშალე და ნახე რა წერია, გაიაზრე ინტელექტუალურად და იქიდან შენ რა გჭირდება და რა არ გჭირდება, ან რა არ გაწყობს უბრალოდ, აი არ მაწყობს, მე სიტყვები არ მაწყობს. არსებობს ესეთი შემთხვევები. ან შეიძლება რაღაცა საერთოდ არ გესმის, რას ნიშნავს ეს. მაგრამ არის გულწრფელი თუ იქნები აღმოაჩენ რაღაცა სიტყვებს შენ არ ეთანხმები. ეს მე რა შუაში მე მოდი ამ სიტყვებით მოძღვარ დაუჯექი და ესაუბრე. ან რა არ გესმის. შეიძლება ვფიქრობ, ცუდი არ არის, მაგრამ შენთან რა კავშირშია ეს, ვერ ხვდები ამას. ან რატო უნდა ითხოვდი ამას? უამრავ რამეს აღმოაჩენ. აღარ ვლაპარაკობ სალმონებზე და წმინდა წერილიზე და ასე შემდეგ. ლოცვა ძნელია. არა მარტო იმიტომ, რომ არ გვესმის ხშირად რას ვკითხულობ და უყურადღებოდი ვარ. არამედ იმიტომ, რომ რა არის ლოცვა, ჯერ აქედან უნდა დავიწყო. აი რა არის ლოცვა? ეხლა აღმოსავლეთში მაგალითად აღმოსავლურ რელიგიურ პრაქტიკაში არსებობს სხვადასხვა სახის სახურებები, ესე დავარქვათ, რელიგიური რაღაც რიტუალები, რომლებსაც ჩვენ აქედან პირობითად ლოცვას უწოდებთ. აი მანტრებს კითხულობენ, რაღაც პირებს გამოსცემენ. რაღაც შელოცვებიც არსებობს. შელოცვები გარკვეულად შეიძლება გავდეს ლოცვას, იმიტომ რომ რაღაცა სულებთან. და ჩვენ ვიცით რა სულებიც არის ეს ქრისტიანობა, ხო, მაგრამ რაღაც სულებთან რაღაც კავშირის დამყარებას ცდილობენ. მანტრების მსგავსი რაღაცები ეს საერთოდ ლოცვა არ არის, ეს არის რაღაც სამყაროს ვიბრაციას ყვება რაღაცნაირად ადამიანის სხვადასხვა საშუალებებით, რომ ის ფიქრობს, რომ კანონზომიერების როგორც ეს სამყარო არსებობს, გარკვეული კანონზომიერები და ამ კანონზომიერებას თავისი რითმი აქვს, იმის სიმზე აეწყოს ზუსტად. აი კამერტონის მიხედვით რო იწყობა და ეს მისთვის კარგია და რაღაც თავისთვის რაღაცებს ამით თავის თავს უკეთებს, დადებით ესე თulis. ხოლო ჩვენთვის რა არის ლოცვა? ჩვენთვის ლოცვა არის